დღეს ვისაუბროთ სასმელზე, კერძოდ კი ვისკიზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ცნობილი არის. ეს საერთოდ როცა ვისკის ახსენებს, ყველას სწორედ ეს სასმელი წარმოუდგება ხოლმე თვალწინ, განსაკუთრებით კი მისი, ასე ვთქვათ, განსხვავებული ბოთლის ფორმა და ეტიკეტი. დღეს არა მხოლოდ ამ ფორმაზე და ეტიკეტზე, არამედ თვითონ სასმელზეც ვისაუბროთ. გამარჯობა, ეს დისტილერია, მე კი გიორგი ნადარაია ვარ, დისტილერიის შემქმნელი. შეგახსენებთ, რომ დისტილერია ეს არის YouTube არხი, სადაც მიმოვიხილავ სხვადასხვა ტიპის მაღალ ალკოჰოლურ სასმელებს. Თქვენ მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ YouTube-ის არხი, ასევე დააჭიროთ გამოწერის კლავიშით არსებულ საარის ნიშანსაც, იმისთვის, რომ უულად მიიღოთ ხოლმე შეტყობინებები. გარდა ამისა, გვაქვს Facebook გვერდი, Instagram გვერდი და Facebook ჯგუფი, რომელთა ბმულებს ნახავთ ვიდეოს აღწერაში. თუ ბმულებით გადასვლა არ მოგინდებათ, უბრალოდ შეგიძლიათ თითოეული სოციალური არხის საძიებულში აკრიფოთ დისტილერია ქართულად და მარტივად ტიპოვით ამ არხებს. მაშასე, დღეს განვიხილავთ Johnnie Walker Black Labels. თავის მეგობართან Johnnie Walker Red Label-თან ერთად ალბათ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვისკი არის და ყველაზე ცნობილი ვისკი, ყველაზე მეტი ბოთლი სწორედ ეს ვისკები იყიდება და გადავწყვიტე მეც განვიხილავ სწორედ Black Label-ი. და პირველ რიგში უშუალოდ სანამ ვისკის განხილვაზე გადავალ, მინდა მადლობა გადავხადო Diageo's ქართულ წარმომადგენლობას, Diageo's brand ambassadorებს იმისთვის, რომ მომაწოდეს Johnnie Walker Black Label და მაგ შესაძლებლობა რომ დღეს განვიხილო სწორედ ეს ვისკი. სანამ განხილვას დავიწყებ, მოგიყვებით მცირე ისტორია Johnnie Walker-ის შესახებ. Johnnie Walker-ის ისტორია იწყება ადამიანიდან, რომელიც სახელსაც უშუალოდ ეს ვისკი ატარებს, ეს არის Johnnie Walker-ი, რომელსაც 1819 წელს ასე ვთქვათ, მამამისის სიკვდილის შემდეგ გადაეცა მამამისის ფერმა მემკვიდრეობით. და სწორედ აქედან იწყება მისი ისტორია, უბრალოდ ფერმერი ბიჭი, როგორ გახდა, ასე ვთქვათ, მსოფლიოში ნომერ პირველი ბრენდის დამაარსებელი. მან მალევე გაყიდა ეს ფერმა, ფაქტობრივად იგივე წელს და 1820 წელს გახსნა, ასე ვთქვათ, ქალაქ კილმარნოქში მაღაზია, სადაც ყიდა სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს და ასევე ყიდა ვისკისაც. უმრავლესობა მაღაზიებში ამ დროს, ასე ვთქვათ, ჰქონდათ მარაგი single malt ვისკებისა და ესე იყიდებოდა, მაგრამ ეს არ იყო ასე პოპულარული და Johnnie Walker-საც ეს გემო არ აკმაყოფილებდა, ამიტომ დაიწყო ამ სხვადასხვა single malt-ების ერთმანეთთან შერევა და ეს გაჩნდა პირველი მისი ვისკები, blend ვისკები და საერთოდ შოტლანდიაში, ასე ვთქვათ, ძალიან პოპულარული არის blend ვისკები და თემ სოფლიოში პრინციპში blend ვისკებზე დგას ვისკების გაყიდვა. ეს single malt-ების შედარებით გვიანი პერიოდის მოვლენა არის და ადრეულ წლებში ყოველთვის უფრო მეტად ეს blend ვისკები იყო მეტად პოპულარული, იმიტომ რომ დაბალანსებული გემო არის მეტად ვიდრე ეს ვთქვათ ერთ პროფილიანი ვისკები. შესაბამისად Johnnie Walker-მას დაიწყო თავისი blend ვისკების წარმოება და ესე მოკლედ Johnnie Walker-მა დაიწყო სხვადასხვა ვისკების შერევა და პრინციპში მისი ვისკი ძალიან პოპულარული იყო და ძალიან კარგადაც ეყიდებოდა და შესაბამისად ძალიან კარგი ბიზნესიც გამოვიდა, კარგი ბიზნესი დააარსა. თუმცა ბრენდის ვთქვათ პოპულარიზაცია და აყვავება უფრო მეტად უკავშირდება მის ვაჟს ალექსანდერ Walker-ს, რომელსაც ეს ბიზნესი გადაეცა 1857 წელს, მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ Johnnie Walker-ი გარდაიცვალა და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ასე ვთქვათ ალექსანდერ Walker-მა უფრო მეტად პოპულარიზაცია ამ ვისკის. ალექსანდერ Walker-მა დაიწყო ასე ვთქვათ ვისკის უფრო მასობრივი წარმოება, ის სხვადასხვა ვთქვათ ეს პერიოდი დაემთხვა ასე ვთქვათ ამ ბრიტანეთში ინდუსტრიულ ევოლუციას, რკინიგზის გაყვანას და ასე შემდეგ და სწორედ ამ ყველაფრის დახმარებით, მისი ბიზნეს ალხოს დახმარებითაც ასე ვთქვათ ცდილობდა რომ მთელ მსოფლიოში გაეგზავნა მისი ვისკები და პრინციპში ყველა მეზღვაურს და ყველა ვთქვათ ხომალდს ატანდა თან თავის ვისკის იმისთვის რომ ყველგან გაყიდულიყო ეს ვისკები და ესე ნელ-ნელა იკრებდა პოპულარიზაციას ეს ვისკი. ალექსანდერისაგანაც გადაეცა მის ვაჟებს, ასე ვთქვათ ეს ბიზნესი ალექსანდერ მეორეს და ჯორჯს და შესაბამისად მათ უფრო მეტად დაიწყეს ამ ბიზნესის განვითარება და 1909 წელს უკვე შეიქმნა ეს იკონური სახე, ასე ვთქვათ Black Label-ი და Red Label-ი თავისი კვადრატული ბოთლითა და 20 გრადუსით დახრილი ეტიკეტით, რომელიც ყველაზე თვალსაჩინო არის და ყოველთვის ყველასთან გამოირჩევა. ამ ბოთლს ასე ვთქვათ პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს, ის კვადრატული ფორმა არის, ვთქვათ გადაზიდვების დროს უფრო მეტად მჭიდროდ არის მოთავსებული ყუთში და დამსხვერპლის ალბათობაც ნაკლები არის, შესაბამისად პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს და პლუს ვიზუალურადაც გამოირჩევა, რა თქმა უნდა. მოკლედ ეს არის ასე ვთქვათ მოკლე ისტორია Johnnie Walker-ის ბრენდის შესახებ. შემდეგ უკვე დაემატა სხვა ლეიბლებიც, ეს იყო Blue Label, Green Label, Gold Label, ეხა Platinum Label და ასე შემდეგ. მოკლედ ბრენდი იზრდება, განაგრძობს სხვას და მათი სლოგანიც პრინციპში ამაზე მეტყოლებს Keep Walking. ეხლა კი გადავიდეთ უკვე დეგუსტაციაზე. დეგუსტაციისთვის გამოვიყენებ სტანდარტულ სადეგუსტაციო ჭიქას, იმიტომ რომ დეგუსტაციას ყოველთვის ამ ჭიქით ვატარებთ.
პირველი როგორც წესი ვიწყებთ ფერით, ასე ვთქვათ, ფერის შემოწმებას, ის გავიგოთ რა ფერი არის ვისკი და რამდენად ჯანსაღი ფერი აქვს. ნუ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეფერილობისთვის გამოყენებული არის დამატებით კარამელი, მაგრამ ეს არ გემონურთისებაზე საერთოდ არ ახდენს გავლენას, ეს არის ინდუსტრიული კარამელი, რომელიც მხოლოდ შეფერილობაზე მოქმედებს. ამის გათვალისწინებითაც ფერი შეიძლება ითქვას, რომ არის ესეთი მუქი, ქარვისფერი, კარგი ფერი აქვს, ესეთი არის ვისკის ფერი, რაც წარმოუდგება ხოლმე ადამიანს, სწორედ ესეთი ფერი აქვს, კარგი, მართლა კარგი ქარვისფერი არის. ჯონი უოკერი Black Label-ის დეგუსტაციისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის blend whisky და არ არის კონკრეტული ერთი დისტილერიაზე მიმული, ასე ვთქვათ, single malt whisky და ასე ვთქვათ, არ არის კონკრეტული ერთი დისტილერიის პროფილზე, ასე ვთქვათ, მიმული და მისი გემოვნური თვისებები შეადგენს mix უამრავი სხვადასხვა დისტილერიის და სხვადასხვა ვისკის ნაზავისა. აქ გამოყენებული არის როგორც single malt, ისე grain whisky და ჯამში 40 ვისკი ერთიარდება. ამ შესანიშნავი ბლენდის შესაქმნელად, რომელსაც სათავეში თუ არ ვცდები უდგას დოქტორ ჯიმ ბევერიჯი, რომელიც არის master blender-ი ჯონი უოკერისა და ის ქმნის სწორედ ამ უნიკალურ ბლენდებს და ასე ვთქვათ, ამ იკონურ და ყველაზე დასამახსოვრებელ ბლენდებს ჯონი უოკერის პორტფელში. და ამ 40 ვისკიანი ბლენდის შესაქმნელად გამოიყენება ისეთი მაგალითისთვის რომ ჩამოთვალოთ ისეთი თვალსაჩინო ვისკები, როგორც არის ტალისკერი, კულილა, ასევე კარდო, აი თუ გახსოვთ კარდოს ეპიზოდში საუბრობდი, რომ ის მონაწილეობს ჯონი უოკერის ვისკების შესაქმნელად, მოკლედ სწორედ ეს ასეთი თვალსაჩინო single malt-ებიც არის შერეული ამ ვისკიში, რომელიც აუცილებლად იჩენს ხოლმე თავს დაგემოვნების მომენტში და აი ხარ როდესაც გადავალთ დაგემოვნებაზე, ნახავთ, რომ ის ნიუანსები, რასაც სწორედ ამ ვისკების განხილვის მომენტში ვსაუბრობდი, აქაც იქნება. მოდით დავიწყოთ არომატები, ავიღოთ უკვე არომატები. ძალიან დახვეწილი და მსუბუქი არომატები არის, ესე იგი, რაც ვიგრძენი ეს არის ნაღები, ოდნავ ასე ვთქვათ, ხილის ტონები, უფრო მეტად გამომშრალი ხილის ტონები, აი ჩირი დაახლოებით. ესეთი ტიპის არომატები არის. ცოტა ესე ვთქვათ, ოდნავ სანელებლების, ესე ვთქვათ, უფრო აღმოსავლეთ, ესეთ დარიჩინი და მსგავსი ტიპის სანელებლები იგრძნობა. პრინციპში ეს არის, სულ ესე ვთქვათ, ესეთი მსუბუქი, კარგი არომატები არის. სპირტი მაქსი არ იგრძნობა, ასე ვთქვათ, არომატების აღებისას. უნდა აღნიშნოთ, რომ ეს არის 40 შეიცავს 40% სპირტს, ანუ ჩამოყვანილი არის 40%-ზე, იმისთვის რომ აქტივი ისართმები იყოს. და ზოგადად ასე ვთქვათ, blend ვისკების აბსოლუტური უმრავლესობა ყოველთვის 40% სპირტს შეიცავს ხოლმე. მოდით ახლა დავაგემოვნოთ, ასე ვთქვათ და გავიგოთ გემოზეც. პრინციპში რაც არომატებზე აღნიშნე, ეს ყველაფერი უკვე გემოშიც იგრძნობა. ნაღებიც კარგად იგრძნობა გემოზე, ეს გამომშრალი ხილიც, ასე ვთქვათ, ჩირისებული არომატი, უფრო მეტად ქიშმიშისკენ მიმავალი არომატი არის, რაც სავარაუდოდ ამპირობებული უნდა იყოს იმ ვისკებით, რომლებიც აქ არის, ასე ვთქვათ, შერეული და ის ვისკები შესაძლოა ძველდებოდნენ, ასე ვთქვათ, ხერესის კასრებში და სწორედ ამ ხერესმა მისცა ეს არომატები და ამის გავლენაც იგრძნობა. პლუს გარდა ამისა, რაც ვიგრძენი, ეს არის აი კარამელის, შოკოლადის მსგავსი არომატები, რაღაცა გემო, ეს არის დაახლოებით ირისკან, ეს კარამელის პატარა საწუწნში კონფეტები რო იყიდება, დაახლოებით ამის მსგავსი გემო ვიგრძენი, ასევე იგრძნობა ოდნავ, ასე ვთქვათ, ეს სანელებლები, შავი პილპილის სითბოს სათხას დაკრავს ოდნავ, მუხის ტონებიც კარგად იგრძნობა და რაც თავარი არის, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს შოტლანდიურ ვისკებში, ეს არის აი შებოლვის შეგრძნება ბოლოს, ასე ვთქვათ, რაც რჩება, ეს არის, ასე ვთქვათ, ოდნავ დაჰკრავს, სადღაც გაელვებასავით არის, ტორფის გაელვებასავით, რომელიც სასიამოვნო შებოლვის არომატს გიტოვებს, ასე ვთქვათ, პირის ღრუში, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს. პრინციპში აი წინა ვიდეოში, როდესაც ერთ-ერთი წინა ვიდეოში, როდესაც სხვადასხვა ვისკები შევადარე ერთმანეთს და Red Label-ი გამოვარჩიე, შესაძლოა სწორედ აი ეს იყო ეს ნიუანსი, რის გამოც Red Label-ი გამოვარჩიე. პრინციპში აქაც კარგად იგრძნობა ეს სახე, ასე ვთქვათ, ჯონი უოკერის ეს პროფილი. პრინციპში ჯონი უოკერის ყველა ვისკი შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ესეთი ბოლო დასრულება, ყოველთვის ესეთი აქვს. რაც მე ძალიან მომწონს. პირს გითბობს, ასე ვთქვათ, და კარგ ხასიათს გაყენებს. ნუ შეიძლება ითქვას, რომ ჯონი უოკერი არის სწორედ ეს დამნაშავე ჭალებში, რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, იმაში, რომ
უამრავ ადამიანს შეაყვარა ვისკი და ძალიან ბევრისთვის ჯონი უოკერი არის სწორედ პირველი ვისკი, რომელსაც ისინი სინჯავენ და სწორედ ამის შემდეგ იწყება უკვე ვისკის სამყაროში გაცნობიერება. აქვე ასე პირველი ვისკისთან დაკავშირებით თუ გაინტერესებთ, ასე ვთქვათ, ჩემი პირველი ვისკი რომელი იყო, მაშინ კომენტარებში დაწერეთ და შემიძლია სწორედ ამ ჩემთვის ასე ვთქვათ პირველი ვისკი რომელიც იყო ამ ვისკიზე გავაკეთო მომდევნო ვიდეო, ან შემიძლია გავაკეთო რომის შესახებ ვიდეო, მოკლედ კომენტარებში დაწერეთ რომელი უფრო გირჩევნიათ რომ შემდეგი ვიდეო იყოს რომის შესახებ თუ ჩემი პირველი ვისკის შესახებ. მოკლედ საერთოდ გავსინჯდა და შემდეგ უკვე შემიყვარდა ვისკები და დაიწყო ჩემი მოგზაურობა ვისკების სამყაროში. ან რომი, ან ჩემი პირველი ვისკი. მოკლედ კომენტარებში დაწერეთ და უკვე მოусმენთ მას კომენტარებში და ამის შესაბამისად გადავიღებ მომდევნო შაბათ დღეს. ანუ მთელი ერთი კვირა გაქვთ იმისთვის, რომ კომენტარებში დაწეროთ. აქვე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი Distilleria, გამოწერეთ გლაკის გვერდით არსებული ზარის ნიშანიც მონიშნეთ, იმისთვის, რომ რეულად მიიღოთ ხოლმე შეთხოვნებები ახალი ვიდეოს შესახებ. მოკლედ დღეს სულ ეს იყო, მიმოვიხილეთ Johnnie Walker Black Label, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა Diageo's იმისთვის, რომ მომაწოდეს ეს ვისკიდან მაქვს შესაძლებლობა რომ განვიხილო Johnnie Walker Black Label, რომელიც მე ძალიან მიყვარს, პირდაპირ გამოგიტყდებით. ასევე ეს ვისკი შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ სხვადასხვა მიქსერებთან ერთად, თუნდაც ყინულთან ერთადაც, ასევე თუნდაც მაგალითად კოლასთან ან ჯინჯერთან ერთად, მე პირადად ჯინჯერთან ერთად მიყვარს. ძალიან გემრიელი არის და ძალიან სიამოვნებს. სახში როცა რაღაცა შინაურ პირობებში ვამზადებ ხოლმე კოქტეილებს, იქ ვიყენებ ხოლმე Johnnie Walker-ის ვისკებს. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, არ დაგავიწყდეთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ YouTube არხი, გავზიაროთ მეგობრებს, ასევე შემოგვიერთით Facebook-ზე, Instagram-ზე და ასე შემდეგ. აბა მომავალ შეხვედრამდე.